მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემა ბიბლიოთეკას. დღეს 1 ივნისია, ზაფხულის პირველი დღე და რაც ყველაზე მთავარია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღეა წლის განმავლობაში, რადგან ეს დღე, ჩემთვის და ჩემ ცხოვრებაში ზოგადად ყველა დღე ბავშვებს ეძღვნება, მაგრამ დღევანდელი დღე მაინც რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია. აქედან გამომდინარე, დღევანდელ გადაცემაში სტუმრად მოვიწვიე ჩვენი ქალაქელი ძალიან კარგი ახალგაზრდები. უამრავი საუკეთესო ახალგაზრდა გვყავს ქალაქში, მაგრამ რა თქმა უნდა, გადაცემის ფორმატი არ მოგცემდა საშუალებას, რომ ყველა ბათუმელი ბავშვი მოგვეწვია. აქედან გამომდინარე, მე შევარჩიე ის ახალგაზრდები, ის პატრონები, რომლებმაც დღეს უნდა არ ვიცი, მოგვიყვნენ, ბევრ რამეზე უნდა გვესაუბრონ. მოგესალმებით, მეგობრებო. დავიწყებ პირდაპირ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავალ და პირველ რიგში ალბათ კითხავთ, სანამ აი რაღაც კონკრეტულ წიგნებზე გადავალ, მანამდე როგორია თქვენი ბავშვობა? აი დაახლოებით ეს მაინტერესებს. როგორ შეეგებეთ დღევანდელ დღეს და როგორი გეგმები გაქვთ აი ამ ზაფხულთან დაკავშირებით? მალე დაახლოებით 2 კვირაში სწავლა მთავრდება, არდადეგები იწყება და როგორი იქნება თქვენი ზაფხული, რას აპირებთ? აბა მალე. ალბათ ჩემი ზაფხული განსაკუთრებული, რაც ყველას ახსენდება, ალბათ ზღვა იქნება. ზღვა. ბათუმელი ხარ, მაგრამ მაინც ზღვა, ხო? იმიტომ რომ ყველაზე მშვენიერია, რაც ზაფხულთან ასოცირდება. აბა სხვები რას აპირებთ კიდე? მე ალბათ პირველი ზღვაზე და 1-2 კვირის შემდეგ სოფელში კარგად. სოფელიც გამორჩეულია ზაფხულის არდადეგებში. რომ აი ბათუმში რომ ძალიან დაცხება, იქ ცოტა გრილა და კი, ნამდვილად. მეც მთელი ბავშვობა ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდი. მე ამ ზაფხულს მაქვს გასტროლი და ჯერ მივდივარ გასტროლზე. გასტროლზე დარწმუნებული ვარ. უნდა იცექო, ხო? მას კი უნდა გავიდე კონცერტზე. და შემდეგ გასტროლის შემდეგ რომ ჩამოვალ, ჩვეულებრივად უნდა წავიდე ზღვაზე და ასევე დაბადების დღეს გადახდა მინდა აუსრიც. ძალიან კარგი და უკვე გეტყობა რომ ზღვაზე დადიხარ, ხო? შენს სახეს ეტყობა ეს. მეგობრებო, თქვენს ხო არ გინდათ რამის თქმა? შეგვიძლია ამ პირველი ზღვაზე წავიდოდი. შემდეგ წავიდოდი ბეშუმში, მე ვეძახი სოფელს. და იქ უნდა წავიკითხო ბევრი წიგნი. აი ეს მაინტერესებდა ყველასგან, ხო? აი წიგნები, რომლებიც უნდა იკითხოთ. მე ჯერ ზღვაზე წავალ და შემდეგ დაბადების დღეს შეიძლება გადავიხადო და სასვენებელ საფრთხეზე წავიდე. ძალიან კარგი. და ალბათ აპირებთ რომ ზაფხულის განმავლობაში თქვენი თვალსაწიერი გაიფართოთ და იკითხოთ წიგნები. ხო, მე თქვენ გიცნობთ როგორც მკითხველ ახალგაზრდებს. აქედან გამომდინარე, მაინტერესებს რას აპირებთ? ზაფხულში ზოგადად კითხულობ ხოლმე ზაფხულში, ხო? ყოველ ზაფხულს სკოლა დამთავრდება, ცოტა ხანი დავისვენებ, რადგან მოსულიერდი ცოტა ხანი და ამოვარჩევ ჩემთვის სასურველ წიგნს და ვიწყებ მის კითხვას. და უფრო ხალისით გადის დროც, ხო? მაგალითად ზაფხულს დაკითხული მაქვს წინა ზაფხულს ექიმი აიბოლიტი, რომელიც იყო ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი წიგნი და ეხლა კითხულობ მაგდანას ლურჯას, რაც არის ძალიან დამაინტერესებელი ალბათ ჩემ ასაკში. ნამდვილად, კი. მე ხანდახან ადრეს ვკითხულობდი წიგნებს, მაგრამ ყოველ ზაფხულს არა. ზაფხული იყო, როდესაც არ ვკითხულობდი. ამ ზაფხულს მე გადაწყვეტე, რომ წავიკითხო ბიზიასევას ამბები. ცოტა წავკითხული მაქვს და ვფიქრობ, რომ ძალიან სახალისოა და ნამდვილად ძალიან სახალისოა. ასეთი ანუ ძალიან კარგი ქართული წიგნია. თან ქართველი პერსონაჟები რო არიან, როგორი კაია, რაღაც ახლობლებია. მე ყოველ ზაფხულს ვკითხულობ წიგნებს. ახლა მაქვს შერჩეული დაჩის ზღაპრები და ბიძია თომას ქოხი. ადრე მქონდა წაკითხული ტომ სოიერის თავგადასავალი და პეპი გზელი წინდა და კიდე სხვა წიგნებიც. წინა ზაფხულს, ხო? მე ყოველ ზაფხულს ბარჩონების მიერ წიგნს და მაგალითად ახლა მინდოდა რომ დაჩის ზღაპრები წამოვიდე. დაჩის ზღაპრები უნდა წავიკითხო და წინა ზაფხულს სალომონოს თავგადასავალი წავიკითხე და ბევრი საინტერესო. ძალიან კარგი, მეგობრებო.
რა მაინტერესებს, აი უკვე დამთავრდა თითქმის სასწავლო წელი, ხომ და ვიცი რომ ამ ხნის განმავლობაში წიგნებს კითხულობდით. სანამ სხვა კითხვებზე გადავალ, მაინტერესებს რა იყო, რაც რამაც შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე, რომელმაც წიგნმა ამ წლის განმავლობაში და ასევე ამ კითხვაში ჩავსვამ ყველაზე სახალისო და ყველაზე სევდიანი ან ყველაზე საინტერესო წიგნები, რა წაიკითხეთ წლის განმავლობაში. სანი, შენგან დავიწყე. ყველა სევდიანი იყო სიყვარულით ელი და ბიჭი ბოლო მერხზე და ყველა სახალისო რაც წავიკითხეთ არის ვაფლის კულები. ნამდვილად გეთანხმები. მას მე ჩემთვის ყველაზე სევდიანი იყო ბიჭი ბოლო მერხზე. ყველაზე საინტერესო აი ჩემთვის იყო ჩრდილოეთის ციალი და ყველაზე სახალისო რასაც ვკითხულობ და უნდა წავიკითხო არის ბიძია სევას ამბები. ნამდვილად. ჩემი ყველაზე სევდიანი არის ბიჭი ბოლო მერხზე და სახალისო არის ეს საომროს თავგადასავალი. ჩემთვის წელს დავიწყე და გავანებე ძალიან სევდიანი იყო ლედი ჯეინი, რომელიც დიდად არ მომეწონა და გავანებე თავი. კიდე სევდიანი იყო სიყვარულით ელი და ალბათ სახალისო იყო ტუა გრიმლენდიდან. კი, ტუა ძალიან სახალისოა ნამდვილად. ვაფლის გულები და ვაფლის კულები. რომელსაც ახდა დამატებითი აქტიობა ვაფლის კულები, ვაფლების გამოცხობა. ეს ხო ჩემთვის ერთად გამოვაცხეთ ჩვენ ვაფლები, აი ჩვენ ყველამ ერთად გამოვაცხეთ ვაფლები, რომლებიც ძალიან გემრიელებიც იყო და თან წიგნთან იყო დაკავშირებული. ჩემთვის ყველაზე სევდიანი წიგნი არის გარღვევა დროში. ოჰო. და ყველაზე სახალისო მოშვიდით. აჰა. ჩემი აზრით. კი, ნამდვილად სახალისოა, რეალურად პრობლემაზე დაწერილი წიგნი, რომელიც ისეა დაწერილი, რომ რაღაც აი ამბები, კი, ნამდვილად. გარღვევა დროში საკმაოდ სერიოზული წიგნია, ხო? იმიტომ რომ მე პირველად როცა წავიკითხე ქართულად, შემდეგ ვნახე შეფასებები ინტერნეტში და აი, ყველა გიშდება მაგ წიგნზე, ვინც წაიკითხა. შენზეც როგორ ვთქვი, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ხო? კი. მოკლედ, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე სევდიან წიგნებში თითქმის ყველამ შეიყვანა ბიჭი ბოლო მერხზე, რომელიც ალბათ უთხრათ მაყურებელს, რომ მართლა ძალიან კარგი წიგნია, რომელიც ეხება იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს, ხომ? ბიჭი ბოლო მერხზე არის სირილდან ტოლვილი ინგლისში, რომელსაც არც თუ ისე კი არა, საკმაოდ მძიმე ცხოვრება აქვს, როგორც ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგად თავდება და სიყვარულით ელი, რომელიც ნამდვილად ყველას გაქვთ ხომ გონი წაკითხული სიყვარულით ელი, რომელიც ასევე ქართული წიგნია, ქართველი ავტორის მიერ დაწერილი და რა ვიცი, ჩემთვისაც ძალიან, რა ვიცი, სევდიანი იყო ელის ამბავი. კარგით. მე მინდა კიდევ მაინტერესებს რაღაც ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ. რამდენად ესმით თქვენი უფროსებს? აი, რადგან ბავშვთა დაცვის დღეა, მე მგონი ლოგიკური კითხვაა, რომ უნდა გკითხოთ, რამდენად ესმით თქვენი უფროსებს. უფროსები აქ იგულისხმება, როგორც მასწავლებლები, ასე ოჯახის წევრები, ზოგადად უფროსები, ვისთან ურთიერთობაც გაქვთ და რას ისურვებდით, რომ როგორი იყოს მათი დამოკიდებულება ზოგადად. რა არის შესაძლებელი იმისთვის, რომ ბავშვობა უფრო ბედნიერი იყოს. არა მხოლოდ თქვენი ბავშვობა, არამედ 100,000-ობით ბავშვი ცხოვრობს საქართველოში, ხო? თენ სოფლიოზე რომ არაფერი ვთქვათ. აი, რას ფიქრობთ თქვენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვინმე ტყვის? ვინმეს ხომ არა აქვს რაიმე სათქმელი? მე მინდა შევცვალო ის, რომ ყველას ესპონდეს პატარა ბავშვების, არამედ პატარა ბავშვების დიდებისაც. ანუ მე იმას ვიძახი, რომ გაიხსენონ თავისი ბავშვობა, როგორ ექცეოდნენ მას, როგორ უსმენდნენ მათ. და ამის შესახებ მოექცნენ, როგორც საჭიროა პატარა ბავშვებს. აჰა, აი, ძალიან ლოგიკური პასუხია, რომ ყველა უფროსი ოდესღაც ბავშვი იყო, ხო? და მართალია, ყველამ უნდა გაიხსენოს, როგორი იყო მათი ბავშვობა, რომ მიხვდეს, როგორ მოექცნენ პატარებს. კიდევ ხომ არ გინდათ ვინმეს რა? ალბათ
ბავშვთა დაცვის დღე ალბათ ისეთ იქნება, რომ გაიხსენებ შენ ბავშვობას, ეხლას როგორ იწურება შენი ბავშვობის დრო, როგორ მიდის შენი ბავშვობის დრო, იმ დღეს ყველაზე კარგი რა ყველაზე დასამახსოვრებელი დღეა შენი დღე არის, ყველა ბავშვის დღეა, ზოგიერთი მხიარობს, ანუ ყველა მხიარობს და ალბათ ესაა დასამახსოვრებელი ერთი დღე, რომელიც ჩვენ მთლიანად თქვენ გემზღვნებათ, ხო? ჩვენ როცა გავიზრდებით ჩვენ დიდობაში ჩვენ როცა გავიზრდებით ალბათ იქნება ის დასამახსოვრებელი დღები რამდენი წელი ხა ბავშვი ვიქნებით, მაგრამ ერთი განსაკუთრებული ბავშვთა დაცვის დღე გაგვახსენდება და ის იქნება ყველაზე კარგი დღე. ერთი იქნება ბავშვთა დაცვის დღე. ნამდვილად გეტყვით. ვფიქრობ, რომ უფროსებსაც უნდა ესმოდეთ ბავშვებისაც და ასევე ბავშვებსაც უნდა ესმოდეთ უფროსებისაც. იცით მასწავლებელი ზოგი მკაცრია, ზოგი ყვირით. ბავშვებმაც უნდა გაიგონ ის, რომ ეს მასწავლებლები მათთვის აკეთებენ და მათი განვითარება უნდათ. ასევე ძალიან კარგია სიყვარული. ამ ქვეყანაზე არის სიყვარული და ეს ძალიან კარგად მაგრძნობინებს თავს და დარწმუნებული ვარ ყველა ბავშვს ძალიან კარგად აგრძნობინებს თავს. თან ბავშვთა დაცვის დღე ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. მართალია ბევრი განსაკუთრებული დღე არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მაინც ძალიან კარგი დღეა და ძალიან კარგი იქნება თუ ბავშვებიც გაუგებენ უფროსებს. კი, ნამდვილად. და ჩემს ახალგაზრდა სტუმრებს მინდა აუცილებლად ვთხოვო რეკომენდაციები. არა ჩემთვის, არამედ თანატოლებს რომ გაუწიოთ რეკომენდაციები, რა წავიკითხოთ და რა წაიკითხონ ამ ზაფხულს. აბა გისმენთ. მე ხალხს ვურჩევ რომ წაიკითხონ დედა მამა რა ბავშვი და საფარგო მანქანა, რადგან ძალიან სახალისო არის და ასევე ხანდახან სევდიანიც და სახალისოც არის. 8 ბავშვი ერთობას სულ და ასევე დედაც და მამაც ერთობა ბავშვებთან ჩართულები არიან, ხო? და მე მგონია მართლა საუკეთესო წიგნია, სადაც შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ საერთოდ არა საჭირო სიმდიდრე იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ, ხო? ან ჩემთვის ეს წიგნი ზუსტად მაგასთან ასოცირდება. მადლობა. სანი. მე ბავშვებს ვურჩევ წაიკითხონ სიყვარული მთელი. ის გვასწავლის როგორ უნდა კარგი მეგობრობა. მაგ წიგნში წერია ბავშვების ურთიერთობა და გვასწავლის რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ ერთად და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. კი, და მშობლების და შვილების დამოკიდებულებაზეც, ხო? და რომ კიდევ არ არსებობს ისეთი ტრაგედია, რომელიც არ შეიძლება ადამიანმა დაძლიოს, ხო? ესე გავაკეთოთ, ახლა გადმოვალ შენთან. მე ბავშვებს ვურჩევდი, რომ წაიკითხოს გარღვევა დროში. ერთმა ბავშვმა სახელად ელი და მისმა ძმა და ერთმა ბიჭმა, მეგობარმა იპოვეს ამ ელის მამა, რაც შეუძლებელი იყო. იმიტომ რომ ეს ამ ელის მამა ძალიან დიდი ხნით იყო დაკარგული. მეცნიერი, ხო? ხო, ძალიან დიდი ხნით იყო დაკარგული და თითქმის ვერავინ ვერ შეძლო მისი პოვნა. და ამ ელიმ შეუძლებელი შეძლო. და რაც შეუძლებელი არ იყო, ის გააკეთა და თავისი მამა ოჯახში დაბრუნა. და მე ბავშვებს ვეტყობდი, რომ შეუძლებელი არაფერი არა. კი, ნამდვილად შეუძლებელი და სიყვარული ყველაფერს შეგვაძლებინებს, ხო? ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მართლაც ესეთი ღირსეული, კარგი რჩევა, იმიტომ რომ აი ყველა თქვენთაგანმა, ვინც რაღაც წიგნები ჩამოთვალეთ, ყველაფერი მაინც სიყვარულთანაა დაკავშირებული, ხო? კი. და ეს არის ის გრძნობა და ის ძალა, რომელიც ყველაფერს შეგვაძლებინებს. აბა კიდევ მე ბავშვებს ვურჩევდი, რომ წაიკითხონ BDSM-ს ამბები. ეს წიგნი ძალიან სახალისოა და მათთვის, განსაკუთრებით მათთვისაა კარგი, ვისაც ძალიან უყვარს სახალისო წიგნები.
ძალიან მომტონს ბიძიასებას ქცევა. მართალია ამ ცოტნეს მამას არ შეუძლია ხუმრობა, მაგრამ ბიძიასებას თუ აყვება, ვფიქრობ მას ძალიან კარგად გამოუვა ეს. ძალიან საინტერესო ამბებია, არა მარტო სახალისო, შეიძლება ისე ჩაკითრას ამ წიგნმა, რომ ვერ მოეშვა. თან ყველას გირჩევთ, რომ წაიკითხოთ მხიარული წიგნები, როგორც ბიძიასებას ამბებია. კი, ნამდვილად, თქვენს ასაკში ყველას ჯობია მხიარული წიგნების წაკითხვა და ბიძიასევა თავარი გმირის ცოტნეს მამის მეგობარია, ხო? ხო, სწორად. მე როგორც პირველი ერთი წიგნი, რომელიც 4-ჯერ მაქვს წაკითხული, უფრო მესჯერ ავტორი ლაზუცქირიძე კარისიკით რაღაც მოხდა, ძალიან კარგი წიგნია. 4 ბევრი პერსონაჟია მან განსაკუთრებული არის 4 ადამიანი და ის ერთი ბავშვი, ერთ ბავშვს აქვს დაბადების დღე. ხო და მისი მამა ნიკო თუ არ ვცდები, ყიდულობს თავის თუთიყურში. და მაგ არის ერთი ძია, ხო და ის ძია ამბობს, ასწავლებს ეს სიმღერა იაო და კორკემელს გავს ძალიან უნდა. კორკემელი ვინ არისო და კორკემელი არის ერთ-ერთი გურული ფრინველი, რომელიც არავინ არ იცოდა, ანუ ძალიან იშვიათი იყო ეს ფრინველი და არავინ არ იცოდა და კიდე მე რა ქვია, დაიკარგება პატრუპლუშიძე იყო ჩემთვის განსაკუთრებული. პატრუპლუშიძე არის ძალიან კარგი პოლიციელი, არის საერთოდ არა ისა და ჩამოდის დედა სოფიო დედას თავისი მეგობარი ოლიკო ხო და ოლიკო ხალია და თითქმის 10 გვერდი არის ლექსი, ანუ რას ვაკეთებ სოფელში. მერე კორკემელი დაიკარგება. კორკემელი დაიკარგება და მოძებნει პატრუპლუშიძე. და სანამ პატრუპლუშიძე იპოვის მერიკო იწყება დასაწყისში, მერიკო არის პირველი, რომელიც ვაჭრობს დილის 7 საათზე იწყებს სიმღერას, რადგან კანონია იმ ქალაქში, რომ ღამის 11 საათიდან 7 საათამდე არაფერი არ შეიძლება ხმამაღლა არც ხვინვა. ესეთი არის. ხვინვაც კი არ შეიძლება, ხო? ხო და იპოვის ეს მერიკო და რამდენიმე დღის შემდეგ, მთლიანად ვერ მოყვები, რამდენიმე დღის შემდეგ, თვის შემდეგ ეს პატრუპლუშიძე ოლიკო მიდის და ეს პატრუპლუშიძე ცოლად მოიყვანს ამ მერიკოს. ვაუ, რა მაგარი ამბავია და როგორ კარგად მოყევთ. ალბათ კიდე ერთი წიგნია ექიმი აიბოლიტი, ალბათ ყველას გაუგონია. არის ძალიან კარგი მის ცხოველებთან ერთად მოგზაურობს. არჩევს სხვადასხვა ცხოველებს და სიკეთეს აკეთებს ხვიჩის. ამაშიც შედის სიყვარული და კიდე ძალიან ბევრი წიგნია, რომელიც ასეთ კარგ რახაზას აკეთებს და ჟირაფის პირობაც ალბათ ძალიან ბევრი წიგნი არის, ეხლა ვერ ჩამოვიდა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მთელი სულით და გულით მოყევი და ძალიან დიდი მადლობა, რომ ესე და ყველას მადლობთ, რომ ესე მთელი სულით და გულით ერთვებით წიგნებში და თქვენს ანატოლებსაც ურჩევთ. და სანამ გადაცემის ბოლოსკენ წავალთ, მინდა რომ გთხოვოთ ერთი რამ. მინდა სურვილები თქვათ თქვენი. თქვენი სურვილები, როგორც პირადი სურვილები, ასევე უსურვოთ სხვა ბავშვებს რაიმე თქვენი გულიდან. ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ ყველამ რაიმე უსურვოთ თქვენს თანატოლებს. აბა, მარიამ, დავიწყოთ შენით. ალბათ მე ვუსურებ ჯერ ბავშვებიდან ვთქვათ, ვისაც ეს დღე ყველას ეკუთვნის, ალბათ ამ ბავშვებს ვუსურებ ყველაფერი კარგს, რაც მის ცხოვრებაში, მის ცხოვრების ბოლომდე, მის სულში სულ რო გაყვება და სულში სულ ჩაიკეტება გასაღებით, ყველაფერი მათ რა სურს, სიცოცხლე, ბედნიერება, თამაში, გართობა, ალბათ ჩვენ თავსაც ეგეთი რაღაცა და კიდე ალბათ თავარი რაც არის ჯანმრთელობა და ბედნიერება, კიდე ძალიან ბევრი რამე, სხვა თამაში, რაღაცების სადღაც წასვლა, სადღაც გადმოხტომა და ყველა მამ განსაკუთრებული ალბათ იქნება როგორც ყოველთვის სიყვარული და ბედნიერება. ძალიან დიდი მადლობა. მე ბავშვებს ვუსურებდი, რომ თავიანთ ოჯახებში არ იყოს
ანუ ცუდი ამბები რომ არ იყოს, ვიღაცა ავად რომ არ იყოს, შესაძლებლობა რომ გქონდეთ განათლების და ჩემი სურვილი არის რომ ბავშვებმა რომ წიგნებს სხვა თვალით შეხედონ და არ იფიქრონ რომ წიგნები ცუდია. ხო, სადამსჯელო არაა, ხო? ზოგი ბავშვი არ აქვს მნიშვნელობა რატლოვანება, ფიქრობს რომ წიგნები მოსაბეზრებელია, მაგრამ წიგნები გვარჩევს ცხოვრებისეულ რჩევებს და ცხოვრებაში გამოგვადგება. მადლობა. ძალიან კარგია. მადლობა. აბა მას მე ვუსურვებ ბავშვებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში წარმატებებს ყველაფერში, ასევე ვუსურვებ ბედნიერ ცხოვრებას და ვუსურვებ კიდევ იმას, რომ შეძლონ სწავლა და ისწავლონ კარგად. დაიკითხე ბავშვებს ვურჩევ კიდევ რომ დაიკითხონ წიგნი და ვუსურვებ თავისი ყველა ოცნების ანუ თავისი ყველა ოცნება რომ ახდეს მათი ოცნებები. რადგან ვფიქრობ ძალიან კარგია, როდესაც რაღაცაზე ოცნებობ და ეს ოცნება აგიხდება. ძალიან დიდი ბედნიერება. ნამდვილად, დიდი მადლობა. სანი? მე მინდა უსურვო ბავშვებს მიიღონ განათლება, ქონდეთ განათლების საშუალება, წაიკითხონ ბევრი წიგნები. ახლა რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ სევდიანი და სახალისო წიგნები. მინდა უსურვო რომ იყონ ჯამრთელად და ჩემი სურვილია რომ ყველგან იყოს მშვიდობა. მეც ვიყო განათლებული, უფრო მეტი განათლება მივიღო და ბევრი წიგნი წავიკითხო. ძალიან დიდი მადლობა. მე ბავშვებს ვუსურვებდი რომ შეიყვარონ კითხვა და ბევრი წიგნი წაიკითხონ, რაც არის საბავშვო წიგნებში. ძალიან დიდი მადლობა. იცით რა? 5 დღის წინ იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. დღეს არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. და აი მე მინდა შემოგიერთდეთ ამ სურვილებში და მეც გისურვოთ და უსურვო ყველა ბავშვს ჩვენს ქვეყანაში რომ იყოს მშვიდობა, რაც თქვით უკვე. გქონდეთ საშუალება რომ იყვნენ ბედნიერები, მიიღონ განათლება და აი ეს ორი თარიღი რატომ დავაკავშირე, რომ ყველანაირი საშუალება გქონდეთ იმისა, რომ კარგი ქართველები გაიზარდონ და ჩვენს ქვეყანას ემსახურონ. რადგან თუ თქვენ იქნებით წარმატებულები, ჩვენი ქვეყანაც იქნება წარმატებული, ხო? ახსე რომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ, აი ამ ყველაფრისთვის, რაც ახლა ისაუბრეთ და იმისთვის, რომ აი ესეთი გულწრფელად კეთილი სურვილები გქონდათ. მადლობა და თქვენ უყურებთ გადაცემა ბიბლიოთეკას აი ამ შესანიშნავ ახალგაზრდებთან ერთად, ჩვენს მომავალთან ერთად, რომლებიც აუცილებლად განათლებული, კარგი ქართველები დადგებიან. მადლობა მომავალ შეხვედრაზე. ვაგრძელებთ საპირველი მისო გადაცემა ბიბლიოთეკის ჩაწერას და პირველ რიგში ყველა ბავშვს ვულოცავ ამ დღეს და ვუსურვებ, რომ ყოველ მათგანს ღირსეულად ეცხოვროს ღირსეულ პირობებში, სადაც მათი ინტერესები ყოველთვის იქნება დაცული, მათი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვლენილი და რეალიზებული და სადაც მათი უსაფრთხოება იქნება დაცული. მივესალმები ჩვენი სტუმრების მეორე ნაკადს. გამარჯობა. და რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ლიტერატურაზე, ბავშვები და ლიტერატურა იქნება ჩვენი საპირველი მისო გადაცემა ბიბლიოთეკის თემა. ხომ არ ღელოთ, მეგობრებო? ცოტა. კი ბატონო, მაშინ რადგანაც ცოტას არაუშავს, მოდი ნიკა ხარაზისგან მინდა დავიწყო და ვკითხო ნიკა, მე როგორც ვიცი, შენ კითხულობ, ბლომად წიგნებს კითხულობ, ხო? აი, ერთი წიგნი მინდა რომ ურჩიო შენს თანატოლებს. წიგნი, რომელმაც შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და რომელიც გინდა რომ ყველამ წაიკითხოს, ვინც კი შენი ასაკის არის. მე ვურჩევდი ჩემ თანატოლებს გმირი ღამის ავტობუსში. რატომ? რაზეა ეს წიგნი და რატომ გინდა რომ ყველამ წაიკითხოს? ეს წიგნი არის ბიჭუნაზე, სახელად ჰექტორი, მას ყავს ძმა ელენა და ელენა და ძმა ჰერკულესი. ის არის მან დაიწყო სკოლაში არის ზოგადად ბულინგით დაკავებული და ყავთ მეგობრები, რომელიც აბულინგებს ასევე.
და ერთი რაღაცის გამო ეს სრულიად შეცვალა, რადგან მან ერთ კაცს გადაუგდო ურიკა ტბაში და იმ ურიკაში იმ კაცისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები, მისი ოჯახის ფოტოები, ბავშვის და ცოლის, რომელიც გარდაიცვალა მანქანა დაეტაკაცა. და ამ შემთხვევაში შეცვალა ჰექტორი და უკეთეს პიროვნებად აქცია, ხო? კეთილად აქცია. კეთილად აქცია. შენთვის მნიშვნელოვანია ალბათ ეს წიგნი, ხო? დიახ. ძალიან. მშვენიერი რჩევა, დიდი მადლობა. აბა დანიელი რას გვირჩევს ახლა გავიკოთ? მე ჩემ თანატოლებს ურჩევ რომ წაიკითხონ 3 წითელი თევზი. თქვენ ესე იგი უფრო თანამედროვე წიგნებს ურჩევთ, ხო? თანამედროვე მწერლების მიერ დაწერილს. რაზე არის 3 წითელი თევზი და რატომ ურჩევთ თანატოლებს? 3 წითელი თევზი არის ერთ ბიჭზე, რომელსაც ქვია მარტინი. მას ყავს ძმა დანიელი. შენი სეხნია. და მას ერთ დღეს მამას ფეხი თავის მამას ფეხს მოიწეხავს და ის ანუ უმეტესად თავის მამიდასთან იქნება ხო ჩაბარებული. და რატომ მოგეწონა ეს წიგნი? აბა აი მიზეზი მითხარი. მე ეს წიგნი იმიტომ მომეწონა რომ ძალიან დამაინტერესდა და ბოლომდე პირველად წაიკითხე. ჩამთრევი სიუჟეტი ჰქონდა, ჩაგითხრია. ერთი სულ ექონდა გაგიკო რა მოხდებოდა შემდეგ, ხო? ძალიან კარგი, დიდი მადლობა. მშვენიერი რჩევა, მეც ძალიან მეყვარს ეს წიგნი. ანასტასიას მინდა ვკითხო, ახლა არა კონკრეტულად წიგნის რეკომენდაცია, არამედ ანასტასია, იცი რა მინდა გკითხო? აი მაგალითად რას ურჩევდი შენს თანატოლებს, რომელსაც უნდათ კითხვა დაიწყონ, ბევრი იკითხონ, მაგრამ ამაში მათ ხელს უშლით ტელეფონი, ვთქვათ, დროის უქონლობა, აი რა რჩევას მისცემდი? შენ როგორ ახერხებ საკითხავად დროის გამონახვას? მას ძირითადად უფრო ვცდილობ, რომ ენერგიული ვიყო მას და ვცდილობ, რომ ტელეფონში ნაკლები დრო გავატარო. და ეს მეხმარება და დროც უფრო მე წაკითხვის შემდეგ ბევრი მრჩება დრო. ანუ თვითდისციპლინა ძლიერი გაქვს, ხო? შენ თვითონ აკონტროლებ რას რამდენი დრო დაუთმო. ბოლოს წაკითხული წიგნებიდან ყველაზე შთამბეჭდავი რომელი აღმოჩნდა? ყველაზე შთამბეჭდავი იყო ბიძიასევას ამბები, იმიტომ რომ თვითონ ეს წიგნი იყო ბიძიასევაზე და ბიძიასევა იყო ძალიან მხიარული. და წიგნის დასაწყისში იყო რომ მისი ძმის სახლში იყო. და მისი ძმის ცოლს ჰქონდა სარდაფირო ვთქვათ, სადაც ინახავდა კომპოტებს და ეს ქალი გააბრაზა ბიძიამსევად და შევიდა სარდაფში და ყველა კომპოტი დაცალა მას და მერე გაბრაზდა ქალი. შენი იუმორისტული წიგნები მოგწონს უფრო? კი, მას ძალიან, ხო? მიხარია. და ფილმებიც. მატრონა შენ მინდა კითხო, აი შენი ირგვლივ შენი მეგობრები თუ კითხულობენ წიგნებს და საერთოდ აი მოდური თუ არის თქვენს წრეში კითხვა? ყველას ძალიან უყვარს კითხვა. მართლა? რა მაგარია, ძალიან მიხარია. და შენ პოულობ საკითხავად დროს? კი. შენთვის რომელი წიგნი იყო ყველაზე შთამბეჭდავი ბოლოს? ტომ სოიერის თავგადასავალი. აი კლასიკას მივადექით, ხო? როგორც იქნა. გაგამხიარულა ამ წიგნმა? კი. რა მოგეწონა ყველაზე მეტად რომელი ეპიზოდი წიგნიდან? ყველაზე მეტად მომეწონა რომ საკუნძულზე გაიპარა ტომი და თავისი მეგობრები. და ცდილობდნენ რომ გამხდარიყვნენ მეკობრეები. გახდნენ? არა. კარგი, მადლობა მატრონა. მოდი ნუცას ვკითხავ ახლა, ასე წესრიგით რომ არ მოვყვემთლად, ცოტა ავურიოთ წესები და ნუცა შენგანაც მინდა ერთი რეკომენდაცია. შენ და თეკლაც ძალიან კარგი მკითხველები ხართ, ვიცი, რა ბედნიერება ამდენი მკითხველი ბავშვის არსებობა ირგვლივ, ხო? რა მაგარი იქნებოდა ყველა ადამიანი რომ ბევრს კითხულობდეს. ნუცა შენგანაც მინდა ერთი რეკომენდაცია, რომელია ის წიგნი, რომელიც ყველა შენმა თანატოლმა
გინდა რომ წაიკითხოს. რჩევა მიეცი რა შენს თქმით. ჩემთვის ყველაზე საინტერესო წიგნი იყო მოს7 დღე. ძალიან მომეწონა ეს წიგნი, რადგან მასწავლა რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს თავზე არ უნდა ვიზრუნოთ და ირგვლივ არსებობს ადამიანები, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ და მარტო ჩვენ თავზე არ უნდა ვიზრუნოთ და მათაც უნდა დავეხმაროთ, რადგან ჩვენ რისი გაკეთებაც დამოუკიდებლად შეგვიძლია, მათ დამოუკიდებლად ამგენის გაკეთება არ შეუძლია. ნუცა რა კარგი პასუხია, მადლობა და იცი რა მაინტერესებს. აი მო არის ბიჭი, რომელსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს თავის თავზე აღებული. შენი თანატოლია, ხო? შენ თუ გიფიქრე ამაზე, აი შეძლებდი ასეთი დიდი გრანდიოზული პასუხისმგებლობის აღებას და თუ შეძლებდი რის გამო? აი რა მოგცემდა ამის ძალას? შევძლებდი, რადგან ჩემს ირგვლივ რომ ადამიანებს გასაჭირი ქონოდათ, ამის გამო რომ მე მათ დავხმარებოდი. ძალიან დიდი მადლობა. თეკლა შენთან ასეთი კითხვა მაქვს. თანამედროვე ადამიანები ცოტას კითხულობენ, ვამბობთ, ხო? რა გვიშლის ხელს იმაში, რომ ბევრი ვიკითხოთ? აი, ზოგადად რო განვითარდა ქვეყანას და მთლიანად სოფლიოც ტელეფონები და ელექტროენერგიების რო შემოვიდა, მეცნიერება რომ განვითარდა. დიახ. ბავშვები უფრო ბევრ დროს უთმობენ ტელეფონებს და ელექტრონულ ნივთებს და ამით აღარ კითხულობენ დროს პარავს ეს, ხო? შენ ახერ ხელკითხვას? ვიცი რომ ახერ ხშირად ძალიან. ბევრს კითხულობ. როგორ პოულობ ამისთვის დროს? როგორ იზღუდავ თავს თუნდაც იგივე ტელეფონისგან? ჩემთვის ტელეფონი და საყურებელი ზოგადად წიგნია, რადგან წიგნს რო ვკითხო, უფრო საინტერესოა და გამომაქვს აზრი თვითონ ისე მესმის, როგორც ვუყურებ. გმირებს წარმოისახავ ხოლმე? კი, ზოგადად ჩემი თავით მიმაჩნია ხანდახან გმირები. მართლა? აი რომ გმირად მიგაჩნია შენი თავი? ჰარი პოტერად, რადგან ძალიან მიყვარს მეც ფანტაზია და ჩემი აზრით ეს წიგნი ჩემთვის უფრო ძალიან ახლოსაა. ჩემთვისაც უძვირფასესია ეს წიგნი. ვთვლი რომ იქ ძალიან ბევრი რამაა, რაც შეიძლება გაკვეთილად გამოადგეს ბავშვს და ახალგაზრდას და საერთოდ ადამიანს და ბევრი მნიშვნელოვანი ღირებულება არის ამ წიგნში თავმოყრილი. თეკლა, კიდევ ერთი რეკომენდაცია რომ გასცე წიგნის? რომელიმე წიგნი ურჩიო შენს თანატოლებს? სიყვარულით ელი მგონია კიდევ კარგი წიგნი, რადგან თავი მარტო არ უნდა მიგაჩნიოს და უნდა წარმოისახოს შენთვის მეგობარი. ან უნდა გაიჩინო მეგობარი, რომელსაც თავს კარგად იგრძნობ და ინდობი. კარგი პასუხია. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, შესანიშნავი პასუხები მივიღეთ თქვენგან და მიხარია რომ არა მხოლოდ კითხულობთ, არამედ წაკითხულს იაზრებთ და რაც მთავარია ზუსტად იცით რატომ არის ესა თუ ის წიგნი კარგი, რა შეიძლება ვისწავლოთ იქიდან და ამასთანავე არ იშურებთ რჩევებს თქვენი თანატოლებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. და აი ასე გემშვიდობებით, რჩევებით დახუნძლული საპირველ ივნისო გადაცემით. თქვენ უყურებდით გადაცემა ბიბლიოთეკას. მომავალ შეხვედრამდე.